Salvებით ყველას ჩემო ძვირფასებო მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით როგორ ხართ ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ჩემო კარგებო დაგიბრუნდით ისევ საჯარო ვიდეო კონსულტაციით ნუ როგორ შემიძლია რა უყო შეძლებს დაგვარად ფიზიკურად მართლა არ მაქვს მაგდენით რომ თელდღიან ლაივში ვიჯდე ან ვიდეოები ვწერო ამის გარდა ძალიან ბევრი საქმეა პირადი კონსულტაციების გარდა იცით ხო მე ყველა კუთხით ვმუშაობ ყველა საკითხით ვმუშაობ და ყველაზე მთავარი არ დავუშვებ იმას, რაიმე არასწორი კუთხით წავიდეს, რაიმე არასწორად წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეხვეწება და ბევრი შეიძლება ნაწყენიც არის, რომ რაღაცა სხვა კუთხით არ ვუდგები პირად სიტუაციებს, ხო, მაგრამ ბოდიში, აი ესე საჯაროდ გეუბნებით პირდაპირ არ ვმუშაობ შავ მაგიასთან. ღმერთმა დამიფარო, შვილები მეზრდება, თქვენ თვით მიყურებთ, შვილები თუ არა გყავთ, ოჯახის წევრები გყავთ, მიშვილები გყავთ, იშვილები გყავთ, ხო, ანუ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ცხოვრება არის ბუმერანგი და ვის რა კუთხით დაუბრუნებს არავინ არ იცის. ამიტომ რაც კანონს ექვემდებარება სამყაროსეულს ამ ყველაფერს ვითვალისწინებ, ამ ყველაფერს ვიაზრებ, ამ კუთხით გეხმარებით დანარჩენი სხვა კუთხით ვერანაირად ვერ დაგეხმარებით, მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია აი რაც სწორია, რაც სწორი მიდგომა, ანუ თუნდაც გამოძახება ეს დაცვა არის, მუშაობა არის სხვა კუთხით, კი ბატონო, ამ კუთხით დაგეხმარებით, დანარჩენი სხვა მხრივ არაფერი შავ მაგიასთან არ თანამშრომლობ, პირიქით აგერ ტაროს ვასწავლე ამ წუთას ყავს ზუსტად შავი მაგიის წარმომადგენელი ორი ქალბატონი, სხვაჯერ ძალიან კაი დადებითი ადამიანები არიან, ანუ ადამიანები, რომლებიც შავ მაგიას უკავშირდებიან, ნუ არ მინდოდა ეხა ამ თემის საჯაროდ განხილვა, მაგრამ იმდენად ძალიან ბევრი კითხვა და კითხვა კი არა, თითქოს რაღაც წინთ ხოლმე, ხო, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა გავცე და იძულებული ვარ საჯაროზე გავცე. ნახეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენ გონიათ ის შავი მაგიის წარმომადგენლები ვინც არიან მათ უნდათ, არც მათ არ უნდათ. ზუსტად აი ეს ორი ქალბატონი იმყოფება, ერთი ემიგრანტი, ერთი საქართველოში მაცხოვრებელი. თვითონაც არ უნდათ, პირიქით სწავლობენ იმას, როგორ მართონ შავი მაგია, იმიტომ რომ არ შეიძლება და თვითონაც ოჯახის პატრონები არიან და თქვათ ერთ თუ შვილი არ ყავს, მეორეც შვილი ყავს და მესამეს ნათესავი და იქ ოჯახის წევრი, ხო? პირიქით, ნახეთ, ტაროს სწავლობენ ჩემთან და მიუხედავად იმისა, ძალიან დიდ ენერგიას მაცლიან. ვერ მოგატყვეთ შავი მაგიის წარმომადგენელი ყოველთვის ძალიან დიდ ენერგიას აცლის თეთრი მაგიის წარმომადგენელს, ხო, ესეა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც აქ შეხლა შემოხლა, არა, მაქსიმალურად ვცდილობ დავბალანსდეთ, მაქსიმალურად ვცდილობთ სამყაროში სწორად მიუდგეთ, ტაროს სწავლა იქნება ეს, დაცვა იქნება ეს, ოჯახის წევრების სიტუაციების არევდარევა და აი ამ ყველაფრის დაბალანსება იქნება. ნახეთ პირიქით, ნახეთ, აქეთ გავუკეთე, აქეთ ვიმუშავე, აქეთ გამაკეთებინეს ყველაფერი და აქედან გამაგზავნინეს მერე, იმიტომ რომ თვითონ არ უნდათ, მიხვდით, რაც შავ მაგიას ეხება ამ კუთხით მუშაობა არ უნდათ, პირიქით ხდება, მე ამის მადლობელი ვარ სამყაროსიც და მათიც, რომ პირიქით მოდიან ჩემთან და ცდილობენ და ზოგადად ვაბალანსებთ სიტუაციებს, რომ აი როგორ გითხრათ, ეხლა რო გითხრათ, რომ თლათ ვმეგობრობთ, ვერ ვიმეგობრებთ შავი და თეთრი მაგია, თლათ ეხლა ესე დავდაქალდით თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ დავაბალანსო, რომ მისთვისაც სწორად მისაღები იყოს ეს ყველაფერი და ჩემთვისაც, ხო? თორე არ არის მარტივი, ნამდვილად არ არის მარტივი, პირიქით თვითონ გადმოდიან პირად კონსულტაციასაც თავი დავანებო, თუ რაიმე სწავლა უნდათ და მოდიან, რომ სწორად როგორ ჯობია, როგორი კუთხით ჯობია მიუდგეთ, როცა ოჯახი მყავს, როცა შვილები მყავს. მიხვდით რა თქვა, და უბრალოდ შავი მაგიაც ერთ-ერთი რა ვქნათ, ნიჭი არის, რომელსაც ფლობს ადამიანი, უბრალოდ არ შეიძლება მის გამოყენება სწორად უნდა გამოვიყენოთ, სწორი კუთხით, იმიტომ რომ ის ბუმერანგი სამწუხაროდ რა ვქნათ, დაუბრუნდება ისევ და ისევ, თვითონ ძალიან კარგად იცის და ამიტომ იკავებენ თავს. ზუსტად ამიტომ მოდიან ჩემთან, თორე პირიქით შავი მაგიის წარმომადგენლებს ეს თეთრი მაგიასთან არ მიდის, ხო, ეს ჩვენ კარგად ვიცით და ზუსტად ვიცით. ნამდვილად არ მინდოდა ამ თემის გასაჯაროვება, უბრალოდ ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა, ძალიან ბევრი რაღაცა ესეთი სიტუაციები, რომ აი ნაწყენები და ის, რომ
შენ არ ცდილობ რომ მე დავუბრუნდე ანუ განა არ ცდილობ როგორ ფიქრობთ ახლა რა თქვენ რასაც მიყვებით ჩემ თავზე არ გამივლია ჩემ თავზე გავიარე ზუსტად 100 ჯერ მეტი იმიტომ ვარ დღეს აქ იმიტომ ვარ ეს მესამე წელი ამ სფეროში და იმიტომ ვიცი ზუსტად ვისთან ვარ სად ვარ როგორ ვარ რანაირად ვარ და რა სიტუაციაში ვარ აი ეს მინდა რომ ზუსტად და სწორად გაიგოთ მე ისეთი რამე არ გამივლია ანუ ნახეთ რაც თქვენ თუ გაგივლიათ თქვენზე 10 ჯერ მეტი მე გამივლია მიხვდით იმიტომ ვარ აქ და არც გეტყოდით და არც აი როგორ გითხრათ ანუ ამ თემას არ გავასაჯაროვებდი მიხვდით ეს მინდა რომ ზუსტად გაიგოთ და სწორად მინდა რომ გაიგოთ ეხლა რაც შეეხება დღევანდელ კონსულტაციას აღარ მინდა ეხლა ამ თემის ასე ვთქვათ საუბრები და ამ თემის გაგრძელება ხო რაც შეეხება ეხლა საჯარო გაშლაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგრამ იმდენად არ ვიცი რატო რა ვიცი მაინც ეს პირადი აზრი არ აქვს არც ფინანსებს არც რა ვიცი კარიერულ სფეროს და არც მსგავს რაღაცებს მაინც პირადზეა ყველაფერი თან ამ დასტაზე დიდი ხანი არ გამიშლია და მოდით ამ დასტით გავშლი სხვა შორს წაგან მქონდა პირადი კონსულტაცია და ამ დასტით გავშალე და რატომღაც ენერგიებით ისე მომინდა რომ ამ დასტით გამიშალა კარგით ნახოთ და საჯარო გაშლა თქვენ უნდა მოიმოქმედოთ რამე თუ მაგ აი ზუსტად იმიტომ რომ ძალიან ბევრი პირადი კონსულტაცია ამაზე და ძალიან დიდი გაურკვევლობა ზუსტად პირად საკითხებთან დაკავშირებით და არასდროს არ მქონია ესეთი საჯარო ვიდეო გაშლა თქვენ უნდა გააკეთოთ რამე თუ მაგ და ძალიან მაინტერესებს სხვა შორს რას გვეტყვის ზიანი სამეფოს დასტა კარგი ჩაიფიქრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი ხო ყველაზე მთავარი კიდე მთავარი და უმთავრესი მირეკავენ პირადში აი არ ვიცი ნომერი YouTube-ზე არის თუ მე პირადში ვწერ ნომერს და WhatsApp-ზე ვამატებ და მირეკავთ ჩემო ძირფასებო მე რომ შემიძლია საუბარი გელაპარაკებოდით მე არ ვზივარ მთელი დღე არც ამაგიდასთან არც დასტებთან ხო არ მცალია ესე ვმუშობ მე მაქვს პირადი კონსულტაციები ღამე პლუს ამას იცით რომ გამოძახებები მაქვს პლუს ამას დაცვაზე ვმუშობ ამიტომ არ არის მაგდენი სიტუაციები პლუს ამას რიტუალები და ესე მარტივი არ არის ხო ამიტომ ადეკვატურად გავიაზროთ ხო დამიტოვეთ ხმოვანი დამიტოვეთ შეტყობინება ყოველთვის ვნახულობ როგორც კი შემეძლება შესვენებაზე ვარ თუ მცალია თუ რა ვიცი მე გავედი გამოვედი 5 წუთია თუ რამე როგორც შემიძლია ვნახულობ უბრალოდ ზარებს ესე მე ვერ პასუხობ ეს მინდა რომ ზუსტად გაიგოთ TikTok-ზე წერთ პირადში YouTube-ზე კომენტარში წერთ ჩემი ნომერი WhatsApp-ი Viber Telegram-ი დამამატეთ მომწერთ და იქ გაგცემთ პასუხს კარგით, ნახოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი და გვერდ შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და ასევე შეგიძლიათ დაწეროთ მისი სიტუაცია რა ხდება მასთან. შემდგომ რა მოხდა თქვენ შორის? აუცილებლად აქ ორი არკანი მოხდა და ესე იგი რაღაც თქმა უნდა დავტოვებ. შემდგომ რა უნდა გააკეთოთ? ანუ თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ნახეთ, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი თუ მან? რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა თქვენთვის? მოქმედება რა უნდა გქონდეს? ანუ თქვენ რა უნდა გქონდეს, მას რა უნდა გქონდეს? შემდგომ სწორია თუ არა გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთის მიმართ? რა თქმა უნდა, აქ ვიტყვი აუცილებლად. კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა. ყველა ადეკვატური ადამიანი მიხვდება, რომ საჯარო გაშლა ეს არის უბრალოდ პატარ-პატარა რეპლიკების აღება, რომ ზუსტად მიხვდეთ თქვენია თუ არა ეს ვიდეო და გადმოხვიდეთ პირადში, ხო? ეს არის დიდი ზღაპარი, ჩემო ძვირფასებო, რო დგახართ და სკროლავთ. არა, ეს არის ზღაპარი. უნდა გარკვიოთ რა ხდება, დაახლოებით მიიღოთ მინიშნება, გადმოხვიდეთ პირადში, ხო? იმისთვის არის საჯარო გაშლა. და ნახოთ რჩება. პირველი მეოთხედი მთვარის არკანით იწყება, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ, თქვენი პარტნიორის ენერგიები რა ხდება მას? ოი, ორი შვიდიანი მიზეზი.
ორი შვიდიანი აი თქვენი თვალით მინდა დაინახოთ რა. აი თქვენი თვალით მინდა დაინახოთ. მე მეგონა, აი მართლა დედას გეფიცებით მე მეგონა რომ მარტო ჩემთან არის რაღაც სიტუაციები არეული. აი შეხედეთ სად ვართ და რა ხდება. თქვენი თვალით შეხედეთ ჩემო ძვირფასებო სად ვართ და რა ხდება. ყველასთან ასე ხდება? ყველასთან არეულია მდგომარეობა, ყველასთან თავდაყირაა სიტუაცია, ყველასთან თავში ხელებს შემორტყმულია მდგომარეობა, 9-იანი ხმლები, 10-იანი ხმლები. გამძვინვარებულია. ბოროტი აბსოლუტურად გამძვინვარებულია. აქ არ მიაწეროთ კონკრეტულად მაგიას, მარტო მაგია არაფერ შუაში არ არის. ნუ მიაწერთ ძალიან გთხოვთ რომ გააკეთა, იმან გააკეთა არა. კი ბატონო შეიძლება გააკეთა, კი ბატონო შეიძლება მაგია, აქ სხვა რაღაც სიტუაციაში გვაქვს საქმე. ესეც მინდა გაითვალისწინოთ. აი ესე იშვიათად რო არკანები დამიჯდეს, ძალიან ცუდი სიტუაცია. მე წინა გაშლა გავაკეთე ნათელმხილველის ტარო იმის წინა წლის ბორბალი, ნახეთ რა სად ვართ ამოყოფილი თავისად გვაქვს. აღარ გვინდა აღარაფერი, აღარ ციტოცხლე, აღარ სიტუაცია, აღარაფერი არ გვინდა. და მე არ გამოვრიცხავ რომ მამაკაცებიც ესე არიან, მარტო თქვენ არა, მამაკაცებიც ჩემო ძვირფასებო. მამაკაცების ენერგიას მიჩვენებს. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. რატო წავიდა ჩუმად ისე უთქმელად გაიპარა, რომ საერთოდ აი შოკში ვარ, ოღონდ მართლა. ადამიანი წავიდა ისე რომ არ აუხსნია არაფერი. კარგით, ნახოთ რა სიტუაციაში. ვის ყავს მესამე პირები? არ არის გამორიცხული, მარტო ცოლი არ მასქნათ ეხა და არ თქვათ რომ ცოლი ყავს, საყვარელი არა. აქ შეიძლება იყოს და, აქ შეიძლება იყოს ბიძაშვილი, აქ შეიძლება იყოს დედა, აქ შეიძლება იყოს სამსახურეობრივი ვიღაცა მესამე პირი და ფინანსებში აურია მდგომარეობა და აერდაერია და ფინანსებში ჩვენ ვიცით, ხო? პირადში გვერევა სიტუაცია, ფინანსებში წირვა, ფინანსებში გვერევა პირადში. ერთმანეთია. კიბეცავით არის აწყობილი, პირადი და ფინანსები ერთმანეთშია ჩემო ძვირფასებო აწყობილი. ნახეთ სად ვართ? ნახეთ სად აღმოჩნდით და რა სიტუაციაში აღმოჩნდით? ეხა მართლა შოკში ვარ, თქვენი თვალით მინდა დაინახოთ. 4 მთვარის არკანი დამიჯდა ერთად. ესეთი შემთხვევა არ მქონია. დედას გეფიცებით მე თვითონ შოკში ვარ. არ ვიცი ვის გეხებათ ეს გაშლა. სასწრაფოდ, მით უმეტეს თქვენ იცით 13-14 მაისი ფასდაკლება დავდე, სასწრაფოდ გადმოდით პირადში. მე რაც შემიძლია ხოლმე ვაკეთებ. ის კი არა, ბევრჯერ არ მქონია ფასდაკლების დღე, მაგრამ ადამიანის მდგომარეობაში შევსულ ვარ. გადმოდით სასწრაფოდ პირადში, რაღაცა ხდება ძალიან ცუდი. არ გაშინებთ, მეც მეხება, თქვენთან ერთად ჩავიფიქრე, მეც მეხება ჩემო ძვირფასებო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. რამე არა უტეხოს ამ ადამიანმა თავის თავს, არ ვიცი. პირველად ამომივიდა 2 წელი ამ დასტით მუშაობ და პირველად ამომივიდა ამ დასტის 4-ვე მთვარე ერთად. არ მომწონს კი არა, არ გაშინებთ, მაგრამ არ მომწონს რა, მოდით რაღაც ხდება რა. კარგით რა ხდება თქვენსა და მას შორის. მე ახლა არ მინდა დაგრუზოთ ბჭყალებში, ხო ხა არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, იძულებული გავხდი, შემაშინა ამ გაშლამ. შემაშინა ვინც ერკვევით ტაროში ასე თუ ისე, ახლა ჩემი მოსწავლეებიც იც ბევრი მიყურებს, კოლეგა ბევრი მიყურებს, ზუსტად ხვდებით რაზე ვსაუბრობ, შემაშინა ამ გაშლამ. რა ხდება თქვენთან დაკავშირებით? ვინ მიყურებთ? ბევრი კოლეგა მიყურებთ ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი. ძალიან დიდი კრიზისი გაქვთ პირადში? ხო, მარტო მე არა, ესე იგი თქვენ, მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრეთ, თქვენ არ იფიქროთ, რომ როგორიათ, რომ აი თეკო ისე შლის, რომ არა. მეც არეული მდგომარეობა მაქვს, მეც თავდაყირა მდგომარეობა მაქვს თქვენთან ერთად და მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ეშველება. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ძალით არავითარ შემთხვევაში, კი ბატონო, თუ ჩვენი ადამიანი კი. რა თქმა უნდა, ესეც პირადიდან უნდა გავიგო. აუცილებლად ხო პირადი კონსულტაცია პლუს გამოსახება, რომ გავიგოთ რამდენად ჩვენი ადამიანი. გაურებები დაიწყო, აბსოლუტურ კრიზისში გადახვედით, სიტუაცია გრძნობებსაც ვერ ვხედავ. ანუ სწორად მინდა გაიგოთ, ნახეთ, გრძნობას არ ვიძახი, რომ ადამიანს არ უყვარდით. შეიძლება ეხაც უყვარხართ, მაგრამ რა მოხდა?
რამე იცით მის შესახებ, არ ვიცით, უგნებავთ პირადში გადმოდით და პირადში რო გავშლით, მერე მითხარით. ძალიან არეული სიტუაცია. ნახოთ რა ხდება. აი ესეთი არეული მდგომარეობა როა და ასეთი ცუდი სიტუაცია რო არ იცით, თქვენ გადადგათ ნაბიჯი თუ მან არ ვიცი, მართლა აი იცით რა არის საოცარი, რომ ინტუიცია მაგზე მე რა რო თევზები ვარ. კი ბატონო ვიცით ხო რომ თევზებს ინტუიცია რაღაცა საოცრად აქვს განვითარებული. ბევრი მიყურებთ ვიცით თევზები, მაგრამ ყველაზე მთავარი არა ამ ფორმატით. არ ველოდი ამ ფორმატით, მიხვდით? ძალიან ზე რაღაცა სხვას ვხედავ. რაღაცა არ მომწონს, მოდი პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცი თქვენ ჩემ გაშლებს ვინც უყურებთ მიხვდებიან, რომ ესეთი მძიმე გაშლა მე ვფიქრობ პირველად მაქვს და სავარაუდოდ მალევე ჩაგიწერთ ახალ ვიდეოს, იმიტომ რომ დამგრუზა ამ გაშლამ. მე თვითონ დამგრუზა თქვენთან ერთად. უბრალოდ ვერ გეუბნებით, ბოლომდე კიდე ვერ ვიცახი, ძალიან ცუდი სიტუაციაა. უბრალოდ მე მხოლოდ მაინტერესებდა თქვენ უნდა მოიმოქმედოთ რამე თუ მან მე ამის გამო გავაკეთე გაშლა და ამოვიღე ენერგიები და რას ვხედავ ფაქტიურად აქ რომელი ურთიერთობის განგრევაზე ადამიანს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. არ ვიცი ზოგს გითხრათ თუ ზოგს არ გითხრათ, ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ძალიან დიდი პრობლემები აქვს. საერთოდ აღარ გპასუხობთ? ან გპასუხობთ და უხეშად გპასუხობთ, ან საერთოდ არ ხსნის თქვენს მესიჯს, ვინმე ხართ ასეთი, მაშინ გადმოდით პირად კონსულტაციაში. ნახოთ, თქვენ რა უნდა მოიმოქმედოთ. თქვენზე? კი, თქვენ რა უნდა მოიმოქმედოთ და მან. თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. პირდაპირ გეუბნებით, თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, იმიტომ რომ კვერთხების დედოფლად მიზიხართ, ენერგიები გაქვთ მეტი. თქვენ ამ ეხა ნახეთ, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, საპირისპიროდ შემოაბრუნეთ კარგით. არ იფიქროთ ის, რომ კონკრეტულად, რომ აი ქალებზე არა, ორივე კუთხით არის გაშლა. კვერთხების დედოფლები ხართ. თქვენ თვალით მინდა დაინახოთ, წყვილში მიზიხართ, კვერთხების დედოფალი, კვერთხების მეფე. თქვენ სულის ადამიანს შეხვდით, თქვენ პიროვნებაა. ესე მარტივად ვერ დაშორდებით, ვერც ის ვერ დაგშორდებათ. მოდი გულახდილად გეტყვით. ზოგადად რა თქმა უნდა პირადში გაშლაში ჯობია რომ გითხრათ, თქვენ უნდა გახვიდეთ კონტაქტზე თუ ის და თქვენ უნდა დავრეკოთ, მაგრამ აქაც არ დაგიმალავთ და გეტყვით. თქვენ გთხოვთ სამყარო. თქვენ გთხოვთ აქტიურობას, ოღონდ რა კუთხით აქტიურობას გთხოვთ, ამას მე აი საჯაროში ვერ ვიცახი. ამაზე ყველა ვარიანტში პირადში მჭირდება. თქვენ გთხოვთ აქ ჩემო ძვირფასებო, სამყარო თქვენგან ითხოვს პასუხებს. ოღონდ რატო გჭირთ და თქვენგან რატო ითხოვს არ ვიცი, მაგრამ თქვენგან ითხოვს პასუხებს. ნახოთ რჩევა. ანუ ამ მამაკაცის განაბიჯებს არ ითხოვს, თქვენგან ითხოვს. ნახეთ რა საოცრებაა. მესამე პირები ძალიან ბევრთან არ ვიცით და არ ვიცი ვინც იყო მანამდე ყოფილი ცოლი, ახალი პარტნიორი ვიღაცა. მესამე პირები ძალიან ბევრი ზის. ბევრთან მიზის ბოდიშით, არასწორად თქვენ. ბევრი მიზის არა, ბევრთან მიზის მესამე პირი. სასწრაფოდ დასრულდება თუ არა გაშლა, გადმოდით. სანამ თან ფასდაკლებაა და კარგად ემთხვევით რა, ეს 2 დღე. არ გადადოთ დამიჯერეთ. არ მომწონს სიტუაცია. თქვენგან ნახეთ. თქვენგან ითხოვს სამყარო. ანალოგიურად ესე იგი ჩემგან ითხოვს. მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრე. ჩვენგან ითხოვს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, თუ გვიღირს ეს ადამიანი და თუ გვაინტერესებს ეს ადამიანი და თუ ჩვენ გულთან არის, თორე ბოდიში ხა თუ კიდია, თავში ქაუხლია, ხო ვიტყვით. თქვენგან ითხოვს სამყარო პასუხებს. და არა მარტო პასუხებს, ქმედებებსაც. დავდუმდი ოღონდ მართლა. დედას გეფიცებით დავდუმდი, მე ესეთი გაშლა არ მქონია. არ მაქვს პასუხი არაფერზე, არ ვიცი, გადმობძანდით და ნახოთ პირადში რა ხდება. კი არა, მეც ჩემივე მასწავლებელს უნდა გავაშლევინო პირადში. მეც თქვენაირად აღმოჩნდი და მეც თქვენაირად შევშფოთდი. ძალიან რთული მდგომარეობა აქ ადამიანს, არ არის კარგად. ოღონდ რა კუთხით არ არის კარგად, მეც არ მაქვს ჯერჯერობით პასუხი, მეც ვერ გეუბნებით. არაფრის თქმა შემიძლია მეტი.
მეტარკანს ვერც ამოვიღებ, აქ ისეთი არკანები დამიჯდა. არ ვიცი, გადმოგწანდით TikTok-ზე პირადში მწერთ, მე გამატებთ WhatsApp, Viber, Telegram-ი, YouTube-ზე კი იცით ნომერი დევს კომენტარში და იქიდან გადმოდიხართ. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ჩემს ემიგრანტებს, ჩემო ძვირფასებო, დიდი მოკითხვა, უბრალოდ შოკი მაქვს, თქვენთან ერთად ჩავფიქრე მეც, მაგრამ სრული შოკი მიმაღებინა გაშლა. ანუ ფიზიკურად ვერც არკანებს ვეღარ ვამატებ. აქ ისეთი არკანები დამიჯდა, რომ ვეღარ ვამატებ. და მე ვფიქრობ, რომ აქ სათქმელი ითქვა, მინიშნება ზუსტად მიიღეთ. აქ ადამიანს შველა უნდა. შველა არ იფიქროთ ისე, რომ ვიღაცა მაგია, არა, ნუ მიახტებით ხოლმე გიხვეწებით, მაგი არაფერ შუაში არ არის. აქ საერთოდ სხვა კუთხით არის კიდე პრობლემები. არ ვიცი, გადმობწანდით პირადში და ვნახოთ რა ხდება. სხვა მეტას ვერაფერს ვერ გეტყვით, თქვენ განითხოს. კითხვაზე პასუხი თქვენ უნდა გადადგათ. ნაბიჯები თუ მან პირდაპირ გეუბნებით, თქვენ განითხოს სამყარო, რადგან თქვენ განითხოს, მაშინ უნდა გადმობწანდეთ, რომ ვნახოთ რა ხდება. ვეღარ ვაგრძელებ მეტად გაშლას. პირადში გელოდებით, ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით დროებით.